ჩემიდის დაქალმა დამერეკა, ბავშვი გაუხდა ცუდად, გული წავიდა, მიიყვანა კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ თურმე საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს ბავშვის მკურნალობას. მე არ დავიჯერე ეს და გადავრეკე ჯანდაცვის ხელხაზზე. და მოусმინეთ თქვენი ყურით, რას გვიპასუხებენ ამ საკითხზე. არ აქვს მნიშვნელობა ბატონო თვითინებით მიგზანდებით თუ სასწრაფო გადაიყვანს თუ ექიმის მიერ პირის მდგომარეობა შეფასდება როგორც გადაუდებელი კატეგორიიდან გამომდინარე დაუფინანსდება ბატონო. ვიცით რა კითხვა მაქვს, რომ ჩვენ გვითხრეს, რომ 12 წლის ზემოთო ბავშვებსო აღარ ეხებათო საყოველთაო ჯანდაცვაო, მაგალითად გული რო წაუვიდესო, მოიყვანთო კი ბატონო, მაგრამ თუ აღმოჩნდებაო, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ბრალეულობით, იმ დეპარტამენტის ბრალეულობით არ მოხდა, ასე ვთქვათ, არ არის პრობლემა და სხვა დეპარტამენტში გადაყვანა მოუწევს, მაგ შემთხვევაში უკვე მშობელმა უნდა ანაზღაუროს და რამდენ სწორი ინფორმაცია. გაჩიტხაზეთ შეიძლება ბატონო. დაფინანსება ბატონო კატეგორიიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეფასდება პაციენტის მდგომარეობა როგორც გადაუდებელი და ესაჭიროება დახმარებას სტაციონარულ მკურნალობას, ამ შემთხვევაში კატეგორიიდან გამომდინარე დაუფინანსება. და ადგილზე მიღებული მომსახურების შესაბამისად მოგიწევს გეგმიური ამბულატორიის ფასებში თანხის გადახდა. გასაგებია, ესე იგი სწორად უთქვიათ, რომ გულის წასვლის შემთხვევა არ ფინანსდება, ვთქვათ. არ არის, მაგრამ თუმცა მაინც უნდა გკითხოთ, საყოველთაო დაზღვევა ნიშნავს, რასაც ნიშნავს პირდაპირ გაგებით და ბავშვს ახლა გადაუდებელი აქვს და არ არის გადაუდებელი, ბავშვს გული წაუვიდა 13 წლის ბავშვს და როგორ შეიძლება თავის საკუთარმა სახელმწიფომ უარი გამოცხადოს და მშობელს დააკისროს, ასე ვთქვათ, ეს გადასახადები, რომელიც საკმაოდ დიდია, მაგალითად უთხრეს, რომ თუ დაწონა მოუწია, არ ვიცი მე იქ გეგმიურად თუ მოუწევს სტაციონარული მკურნალობა ბატონო, ამ შემთხვევაში კატეგორიიდან გამომდინარე დაეფარება ხარჯები ბატონო. გეტყვით ახლა 70%-ით დაიფარება ხარჯები. ნახეთ როგორ უთხრეს სტაციონარულ მკურნალობას. ნახეთ როგორ უთხრეს, რომ დიდი ალბათობით ეს გადაუდებლად არ ჩაითვლებაო, რომ მიიყვანა და გეგმიური რაც უნდა ჩაუტარდეს კატე იქნება თუ სხვა რაღაცეები, იქ ხონა დატოვა ბავშვი ერთი დღით თუ ერთი დღით დარჩება 24 საათზე მეტი ხნით თუ დარჩება ბატონო, ამიტომაც ვიძახით, თუ ექიმის მიერ შეფასება მისი მდგომარეობა როგორც გადაუდებელი, ამ შემთხვევაში გადაუდებელი ფარგლებში გადაუდებელი მდგომარეობის მართვის ფარგლებში დაუფინანსება ყველაფერი 70%-ით და 30%-ის თანაკადახდა მოუწევს ყველა მშობლებს. მაგრამ თუ არ მოხდება ბავშვის დაყოვნება 24 საათზე მეტი, ამ შემთხვევაში სრული თანხის გადახდა მოგიწევთ კატეგორიიდან გამომდინარე, როგორც გეგმიური ამბულატორიის ფარგლებში. აჯობებს მიმართოთ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი გადაგამისამართოთ სხვა ექიმ სპეციალისტებთან და კატეგორიიდან გამომდინარე მოგიწევთ მხოლოდ 30%-ის გადახდა. ასე აჯობებს. კარგით, რომ დავაზუსტოთ. ძალიან შეგაწუხეთ, მაგრამ ბოლო კითხვა მაქვს რა. ეს მანამდეც ესე იყო თუ ეხლა შეიცვალა რაღაც, რის კითხვა მინდა, იცით რომ მეც რაც ჩემს შვილებთან დაკავშირებით, ჩემს პირად პრობლემებთან დაკავშირებით რაც მქონდა, შემქმნია საქართველოში, ხო? ყოველთვის აღმოჩნდა ისე, რომ 80% შემთხვევებში არაფერი თურმე არ ფინანსდება. და განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ესეთი ეკო რეჟიმი ჩართოს სახელმწიფომ, ეს არ გესმის, ბავშვს გული წაუვიდა 13 წლის წამებით, ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერ შვილს, რომ გული წაუვიდეს, ხო? ეს ხო პრობლემაა უკვე გული რომ წაუვიდეს ახალგაზრდა ბავშვს. და ეს თურმე არ ფინანსდება და თურმე რაღაც იქ ჩადებულია რაღაცეები, რომ თქვა 30% ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩვენ დაგაფინანსებთ, ან სრულად თქვენი გადასახდელი იქნება. ეს ადრეც ესე იყო თუ ეხლა შეიცვალა რა? მიმართეთ ბატონო წერილობით, ხალხის მეშვეობით დასწრებით ვერ დაგიზუსტებთ რამდენი წელია, რაც არის მსგავსი ასე რეგულირდება აღნიშნული საკითხი. წერილობით მიმართეთ ჯანმრთელობის საეროვნო სააგენტოს, ისინი არიან კომპეტენტური პირები და წერილობით მიიღებთ პასუხს. გასაგებია. კარგით, მადლობა.